ვაკეთებ ამ შემთხვევაში ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის კობახიძის სიტყვებს, რომლებმაც თქვეს, რომ მოსამართლეები ადრე ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ ახლა კარგ საქმეებს აკეთებდნენ. სწორედ წინა ხელისუფლების დროს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების ავტორია ის მოსამართლე, რომელმაც ახლა გორის მერიის მიმართვის საფუძველზე ხელოვნების სახლიდან ახალგაზრდების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია კობა გოცირიძეზე, რომელმაც 2012 წელს კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონამდე ლარით, კახი კალაძე კი 17 მილიონით დააჯარიმა. იგივე შეიძლება მიემართოს ამ მოსამართლესაც, ხო? თუ კი მაგალითად ივანიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები უკანონო იყო მაშინ და მიიჩნევდნენ, რომ ეს მოსამართლეები ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში, დღესაც რატო არ უნდა ვივარაუდო და მივიჩნიოთ, რომ იგივე მოსამართლეები იმ შემთხვევაში, როდესაც შეინარჩუნეს მათ თანამდებობები, არიან ასევე კავშირში ხელისუფლებასთან. ივანიშვილი, რომელიც აფრენს გიждდება სიყვარულით არის შეპყრობილი მონების მიმართ, ყველაფერის მკადრებელი ადამიანების მიმართ, აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო წაახალისა და სწორედ ის მონები კლანური სისტემის მონაწილე პერსონები სასამართლოში და ყველა სხვა სტრუქტურაში კიდევ უფრო გააძლიერა. 2022 წლიდან კობა გოცირიძე გორის რაიონულ სასამართლოში ინაცვლებს. ამჟამად ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. მან გორელ ფოტოგრაფთა კლუბის შენობიდან გაძევების გადაწყვეტილება მხარის დაუსწრებლად მიიღო. რაც ჩავგვარდა, მოკლედ იქ წავიკითხეთ, რომ თურმე მთელი 2 თვის მანძილზე, 2 თვენახევრის მანძილზე მერიაც, სასამართლოც და პოლიციაც ცდილობდა ჩვენს პოვნას და ვერ გვიპოვა. გორელ ფოტოგრაფთა კლუბს უკვე ჩაბარდა გადაწყვეტილება, რომლითაც მათ შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ამ პროცესს ახალგაზრდები ზეწოლად აფასებენ და ამბობენ, რომ ისჯებიან ინსტალაციისთვის. ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის. ამ ინსტალაციას მოყვა სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები და ინსტალაციის გახსნიდა 5 თვის შემდეგ მოგთხოვეს შენობის დაცვა ოსმალეთის ხელშეკრულების შეწყვეტა. შენობის დატოვებას ფოტოგრაფები არ აპირებენ. გორის მერიის მიერ უზურპუქტის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება ახალგაზრდებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და 2 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე მხარდამჭერებს ელოდებიან. პირველ რიგში უნდა ჩემი სოლიდარობა გამოხატო ხელოვნების სახლის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქალაქის ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად ვიცით, რას ემსახურებოდა ეს სივრცე და ყველაზე კარგად ვიცით, რომ ეს სივრცე სჭირდება ამ ქალაქს იმისთვის, რომ განვითარდეს, იმისთვის, რომ გქონდეს თავისუფალი სივრცე. ხელოვნების სახლი გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ შექმნილი საგამოფენო სივრცეა, რომელმაც შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობა არაერთ ახალგაზრდას მისცა.